სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. გამიჯერეთ ბიჭებო. ძმანო და დანო. არ ვიცი ხა დღეს როგორ დავიწყო რანაირად. ეს არის ძალიან დიდი ადამიანის დაბადების დღე და მინდა რომ შევეხმიანო ასევე რა თქმა უნდა შეხმიანება სული სასარგებლო იქნება ასევე მინდა ერთი ორი დარიგება მომეცა მეტად სასარგებლო სულისთვის და აი რომელი დავიწყო. მოდი ესე დავიწყო ჩემო ძვირფასი. დღეს არის დაბადების დღე არქიმანდრიტი რაფაელ კარელინის, რომელიც დღეს გახდა 94 წლის. მამა რაფაელი გენიალური პიროვნება, მისი ქადაგებები სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ საერთოდ მისი ქადაგებები რო ჩაიწერა დიდი დამსახურება მამა ვასილ ანთაძის, მან მოახერხა ეს რომ ჩაიწერა მისი ქადაგებები 90-იან წლებში, 80-იან წლებში. მაშინ ეს ტექნიკა არ იყო ესე და ძალიან რთული იყო ეს ჩაწერა, ყველაფერი გადმოღება და უპირველეს ყოვლისა დიდი დამსახურება უპირველესი პატრიარქის მან აკურთხა მამა რაფაელი, რომ იმ დიდი ნიჭის გამო, ქადაგების ნიჭის გამო, რაც აქვს მამა რაფაელს, აკურთხა, რომ ყოველ კვირას გამოსულიყო ალექსანდრე ნეველის ტაძარში და ეკადაგა მამა რაფაელს. იცით, როდესაც მე პირველი წიგნები წავიკითხე მამა რაფაელის, ესეთი აზრი გამეუფლა, რომ ეს როგორი დიდებული წერალი კაცია მეტი და მომივიდა თავში, რომ აი ესეთი დონის არის მეტი, ესეთი მხატვრული კუთხით წერს მამა რაფაელი, რომ აი როგორც ბალზაკი, როგორც ვიქტორ ჰიუგო, როგორც დიკენსი, აი ესეთი აზრები მომივიდა. და გარდა იმისა, რომ ის მხატვრული სიტყვის დიდო სტატია, მას აქვს ანალიტიკა, სულიერი ანალიტიკა აქვს, საოცარი ადამიანის ფსიქოლოგია გადმოცემული აქვს რაღაც საოცარი მის ქადაგებებში. მოჩას ეს და მაგრამ მე ვიფიქრე ალბათ რაღაცა კაცო ხა ძალიან ხარო ამეტებ ვიფიქრე და ასე შემდეგ და შემდგომ მოხდა რუსი ინტელიგენცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მამა რაფაელს, მოხდა მათი შეკრება და პირდაპირ გაზეთში წავიკითხე, რომ ეს მოწინააღმდეგე ინტელიგენცია, რუსეთის მოწინააღმდეგე ინტელიგენცია, ვინც ეწინააღმდეგებოდა მამა რაფაელს, შეიკრიბენ და ანდრია კურაევი გამოვიდა, გახსნა ეს კრება და მან თქვა შემდეგი, რომ რა სამწუხაროა, რომ ესეთი დიდი ტალანტის მქონე ადამიანი, როგორიც მამა რაფაელია, რომელიც თავისუფლად შეიძლება შევადაროთო წერლებსო, დიდ კორიფეებსო, ბალზაკსო, დიუმასო, გამიგეთ ვიკენ, რაც მე ვთქვი. და აი მაშინ მივხვდი, რომ ესე იგი სწორად შემინიშნია ეს უდიდესი ტალანტი მამა რაფაელის. ნუ როგორ გითხრათ, მამა რაფაელი რა თქმა უნდა მსოფლიო დიდი სულიერი მწერალი, მასწავლებელი, ძველი დროის მამებს რო შეადარო შეიძლება, იმიტომ რომ მისი ასკეტიზმი საოცრება შემოგვიფასებო, მისი ფიზიონომია, მისი გამომეტყველება, ვინც იცნობთ მამა რაფაელს, ალბათ დამეთანხმებით, რომ მისი სახის მეტყველებაც კი ქადაგება. ერთხელ ჩვენ მე ის აგარაკი გავყიდეთ, ერთხელ ვარ ზაფხულია და ვარ ლისში, აგარაკზე და ავიღვიძე დილით ჩიტების ჭიკჭიკი, თრიალეთის ქედის დასაწყისია ლისი. კაი ადგილია და ჩიტები ჭიკჭიკებენ და რაღაცნაირად განწყობა მქონდა პავლე მოციქულის მადლი ტრიალებდა, თითქოს რაღაცა ესე ხო არის ხო ხანდახან გაიღვიძებ და რაღაცა პავლე მოციქულზე დავიწყე ფიქრი. მე იმდენად
ნეტარებაში ვიყავი ამ ფიქრით, რომ წამოვხდი და დავიწყე გადავშალე ეპისტოლები და ვკითხულობ პავლე მოციქულს. ნუ ამითაც აღვივსე და ბოლოს ესეთი რამ მომივიდა თავში აზრად, აი რა როგორ აღვივსე პავლე მოციქული, რომ მე სტუმროს მეთქი, აუ რა იქნება მეთქი დააგვირგვინებ და ამ დროს მივეკავე, რომ მამა რაფერს უნდა შენი ნახვა, წარმოიდგინე. და გავოგდი და მოვიდა მამა რაფერი და მას უთხარი, რომ მამა რაფერი, ეხლა მე თქვენ გეგებებით, როგორც პავლე მოციქულს და აი ეს ამბავი მოუხედ რა. ნუ გაეცინა რა თქმა უნდა მამა რაფერს, ვისაუბრებ დიდხანს და აი ესეთ შეგრძნება მქონდა, რომ პავლე მოციქული მესტუმრა რა მამა რაფერის სახით. აი ეს პიროვნება მისი ქადაგებები ესე იგი იმდენად კარგად და სიღრმისეულად ხსნიან ქრისტიანობას, რომ რუსეთში მე-4 და მე-5 გამოცემებია, 10 ტომია უკვე 10 ტომამდეა. და იყიდება როგორ იცი რამოდენიმე დღეში, რო გამოიცემა რამოდენიმე დღეში ქრება დაახლოებით. არის ნათარგმნი ქართულად, არის ნათარგმნი სერბულად, ბულგარულად და ეხლა ითარგმნა ბერძნულად. ესე იგი იმდენად დიდია, რომ ვინც გაცნობილია მამა რაფაელის ქადაგებებს, ის ხვდება, რომ აი ამ ბოლო ჟამს შეიძლება ვთქვა აპოკალიფტურ პერიოდში ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს საოცარი ადამიანი. მე ბევრჯერ მითქვია მასთან, როდესაც კელიასავე მქონდა სახლი, ოთახი ახლა გადავიდნენ სხვაგან, იმ ოთახში რო შევიდოდით, ისეთი მადლი იგრძნობოდა, რომ წყურვალს წყალი აღარ გინდებოდა, მშიერს აღარ გშიოდა, რაღაცა პრობლემები, რომელიც ადამიანს აქვს, უპრობლემოდ გამოდიოდი იქიდან, რაღაცა საოცრება და აი ნამდვილი 60 ვარძლის 60 მადლის მატარებელი კაცია არქიმანდრიტი რაფაელი. როდესაც ჩვენ კამათები ქონდა განსაკუთრებით 90-იან წლებში, კამათები იყო კრიშნაიტებთან, კამათები იყო კათოლიკებთან, შტაინერისტებთან, რაც ბევრ ესეთ ხალხთან ქონდა კამათები, ყოველთვის მიყავდა მამა რაფაელი. იქ როგორც დავითი ამარცხებდა, დაამარცხა გოლიათი, ესე ამარცხებდა მამა რაფაელი მათ. ნუ მათი საწოდაობით ვიწოდით რა, როცა მამა რაფაელს მიეცემოდა სიტყვა და ისინი უკვე ნოკაუტში, ესე იგი ძირს დაგდებულები, საოცრებები ხდებოდა. და გახსოვთ ერთხელ მე რამოდენიმე ესე დიდ ბობოლა შტაინერისტებს თან შევხვდი, აღარ მახსოვს რა შეხვდა შემთხვევით თუ რაღაცა და მე ხოდა დამიწყეს რაღაც ის საუბარი და მე ვუთხარი ხა თქვენ ვინც იმერო თქვენ დიდი წარმომადგენლები ბრძანდებით თქვენი ამ მოძღვრების მე ვუთხარი. მოდი მოვაწყოთ შეხვედრა და მეც მომიყვან დიდ წარმომადგენელს მეთქი და ვის მოიყვან? არქიმანდრიტ რაფაელს, არა ეგარი წინასწარ განწირულები იყვნენ, დამარცხებულები იყვნენ, უკვე მარტო მამა რაფაელის ხსენები. რა ვიცი, რა შეიძლება გავიხსენო მამა რაფაელი. მე ვიტყვი ეს თამამ. ვინც არ დამეთანხმება, მან ან არ იცის მამა რაფაელის შემოქმედება. ან არის ესეთი ზოგ ზიზღი აქვს, ზიზღი იმიტომ რომ მამა რაფაელი უკომპრომისო მებრძოლია. ქრისტიანობას ქადაგებს უკომპრომისო. ბევრს არ უყვარს ეს. ბევრს უფრო გაადვილებული ქრისტიანობა უყვარს. და ამიტომ ზიზღიც კი აქვს ზოგიერთს მამა რაფაელსაც. მე ვიტყვი რომ და ტყილა არ ვახსენე დასაწყისში, რომ ეს არის კაცი ღვთისგან მოვლინებული უდიდესი წმინდა მამა, რომელიც ღმერთმა მოგვივლინა ქრისტიანებს ამ ბოლო ჟამს. მისი ქადაგებები, ეს არის სულის მოთქმა, დიდი ნუგეში და რაც მთავარია, ისეთი ქადაგებები აქვს, რომ ვინ გინდა მის წინაშე დააყენო, რომ ოდნავ მაინც მივიდეს მასთან სიახლოვეს. აი ესეთი კაცის დაბადების დღეა დღეს. მე
ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ახლობელი ვარ, ძალიან ახლობელი ვარ მამა რაფაელის. მე ესეთი რამ უთხარი მამა რაფაელს მეგონი წინა წელს 28 დეკემბერს ტელეფონით კავშირით მამა რაფაელს უთხარი, რომ იმდენად გრძნობ მამა რაფაელ თქვენ სიახლოვეს ჩემ ცხოვრებაში, რომ ნახვაც კი აღარ მინდა რა. არა საჭიროებაც კი აღარ არის თქვენი ნახვის, ამიტომ არის რომ ხო კი ავათარი ახლა, მაგრამ და ესე ადვილად ვერ მიხარ ვეღარ ნახავ, მაგრამ მე შემეძლო ამ წლების რამოდენიმე წელიწადი არ მინახია რა, 2 ალბათ უფრო და ხო შემეძლო ესე იგი მომენტომებინა და მენახა, მაგრამ აი ზუსტად მართლა ესეთი განცდა, რომ ის ჩვენ ცხოვრებაში, ჩემ ცხოვრებაში იმდენად სიახლოვეშია, რომ სურვილი აღარ გამჩენია მისი ნახვის. მამა რაფაელის ლოცვა ეს კიდე ცალკე თემა. როდესაც მე რამოდენიმეჯერ მომისმენია საერთო ლოცვაში წირვის დროს მამა რაფაელის წაკითხული წამსი, რუსულენოვანი ხალხო ისე კითხულობს, რომ წამს არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს, როგორ აი ისეთი რწმენით კითხულობს და ისე ამბობს წამს, რომ იმის შემდეგ მე ყოველთვის მწვენია წირვაზე წამსის წარმოქმნა. ისეთი ლოცვა აქვს და ესე იგი რა ვიცი კიდე ბევრი რამ და ამომივარდა თავში ბევრი რამ და გავიხსენე, მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ ჩვენ ქალაქში ცხოვრობს ეს კაცი. და სხვათა შორის არქიმანდრიტი ეფრემი ვატოპეტელს აქვს ნათქვამი. არის ეს აუდიო ჩანაწერია და ჩვენ ვავრცელებთ და შეგვიძლია თქვენს მოისმინოთ, როდესაც ვატოპეტელი ეუბნება, რომ ბედნიერია ქალაქი თბილისი, რადგან თქვენ არქიმანდრიტ რაფაელ ცხოვრობ ამ ქალაქში. მას ძალიან ბევრი წინასწარმეტყველებები, ძალიან ბევრი პირადად ჩემზე, სხვა ჩვენი მრევლის წევრებზე, სხვა მრევლის წევრებზე რაღაც ისეთ ნიუანსებში ხდებოდა და იმდენი წლის მერე, რომ აი აშკარად არის წინასწარმხედველი. პირდაპირ ხედავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ნიუანსებში ამხდარა ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო. ეხლა მე არ მინდა დაკონკრეტება, ჩემი პირადი ცხოვრებაში იმდენი რამე მითხრა, რომ ზუსტად ისე ახდენილა და ზუსტად ისე მომხდარა. მოკლედ საოცარი ეს პიროვნება მიულოცოთ, რეგზელობა უსულოთ 100 როგორმე იქნებ როგორც გრიგოლ ხაცდელი 102 წლის და მეტისაც ეცხოვროს მამა რაფაელს ამ ქვეყნაში. და ერთი კიდე სულის სასარგებლო მინდა ვთქვა და ამით დავამთავრე. ასე მინდოდა დამეწყო, მაგრამ ჯერ მამა რაფაელი რა მნიშვნელობა. ესე იგი, ერთ-ერთ მონასტერში წავედი, ხშირად დავდიოდი, როცა ცოტა ძალა მქონდა მონასტრებში, იმიტომ რომ ძალიან კაია მონასტრული სული, ჩემო ძვირფასებო, მონასტრული ცხოვრება და ხან 1 ან 2 დღე დავრჩებოდი ხოლმე და მგდრობაში და ერთ-ერთ მონასტერს ვესტუმრე 1 დღით, 1 ღამე გავატიე და მეორე დღეს ვიცნობდი წინამძღვარს და მან მითხრა, რომ ჩემო ოთახშიო, კელიაში, ჩემ კაბინეტში ამოდიო, დავილაპარაკოთ. ავედი და შევამჩნიე, საგრძნობი იყო ეს, თვალსაჩინოდ იყო, კედელზე იყო დიდი აბრა გაკრული და ამ აბრაზე ძალიან დიდი ასოებით ეწერა. განიკითხა. ხო და მე უთხარი, რომ დამაინტერესა, რომ მამო, რატო იწერია ეს, რატო დაწერა ეს სიტყვები? იმიტომ რომ ულახtildeლად გადამიშალა გული და მითხრა, რომ კაცო, სიძვის ნებას ასე თუ ისე უმკლავდებიო. შურის ნებას უმკლავდებიო. მაცღრობის ნებას უმკლავდებიო და მოგე ჩამოთვალა ყველა სიბინძურე, რაც გვაქვს ჩვენ ყველაფერი შიგნით და ამას ყველაფერს უმკლავდება და ამ განკითხვას ვერ უშველე ვერაფერი. შემოვა ვინმეო, დავიწყებ ჩხუბსო და ვაგდებ მე, გავიდროლორი მადო, კელიიდან ჩხუბითო, განკითხვითო და
ბოლოს ვიფიქრე ესე ხო არ შეიძლება ცხოვრება რადგან მოვა ადამიანს უმალი მოვა დავждებით ლაპარაკო მე ვარ ამიტომ დავწერე დიდათო ჩემთვის არის რომ ნურავის განიკითხავ მივიღე სული სასარგებლო რა თქმა უნდა აქედან ყველაფრიდან და მე რომ წამოვედი სახში ვფიქრობდი მე რა დავწერო კედელზე მე რა მაწუხებს ან ჩემ ცხოვრებაში ღვთის შეწერა რომ გამოიხატება რაში გამოიხატება უფრო და შეიძლება შევწდი მაგრამ ერთი თვალსაჩინო რამ რაც ჩვენ ცხოვრებაში მე და ჩემი მეუღლის ცხოვრებაში ხდება და თვალსაჩინოა აი ეს დავწერე გეტყვით რა მანამდე გეტყვით ესეთ რამის ესე იგი გრძნობთ მე და ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივ რაღაც სასწაულ უსაზღვრო დახმარებას ღვთისგან ყველაფერში და მათ შორის ეხლა ამდენი შვილი გვყავს ხო 12 და 90-იან წლებში არაფერი არ იშოვებოდა თქვენ იცი და რთული იყო რა თქმა უნდა ესე ყველაფერი ცხოვრება მახსოვს დილით მივდიოდი ღამე მოვდიოდი ტრანსპორტი არ იყო ფეხით კილომეტრებს დავდიოდი და დედა და მამას ვეცოდებოდი და დილით პურზე იყო რიგები თუ გახსოვთ პური გვეძლეოდა და დედა და მამა 6 საათზე მორიგეობით ხან მეორე მიდიოდა მე ვეხვეწებოდი რომ მე წავალ მიგავალ არაფერი არ შეგვოდნენ და ამით გვეხმარებოდნენ და მოკლედ ეს და ყველაფერი ჭირდებოდა ადამიანს მით უმეტეს მრავალშვილი ერთხელ ერთმა მრევლმა მითხრა მე რომ მინდაო საჩუქარი გაგიკეთო და ხვალეო მოკლედ ერთი ტრაილერს მოვახენებთო ნახდამბალს გიხვდით 92 წელია ზენი არ შევედა პურს გვაძლევენ და არაფერი არა ტრაილერს შემოვაყენებთო და ვიღაც ბიჭები დაიხმარეთო რომ ჩამოცალოთ ხალხო ტომრები ჩამოცალოთ ძალიან ბევრი თან ბრინჯი წიწიბურა კარტოფილი ხახვი კონსერვებში იყო იმდენი ძერხვეულობა და იმდენი რაღაც ნაირნაირი რაღაცა თევზეულობა რაღაცა ქვილი რა ვიცი რა იყო კომპოტები იმდენი იყო შაქარი იმდენი რამ იყო ჩემო ძვირფასებო რომ თვლა არ ქონდა კვერცხის ფხვნილები ჩაყრილი ეს წყალში გახსნილი კვერცხი კეთდებოდა ებრო კვერცხი და გავავსე დიდი ისა მაქვს სარდაფი მაქვს დიდი სარდაფები ოთახები და იმდენი რომ მონასტრებს ერთ მონასტერს ვეხმარებოდი იმ წლებიო ჭამთო იმასო მე წინამძღვარმა მითხრა მონასტერს ერთ-ერთ ხო და მრევლის გაჭირებული და მოკლედ 4 წელი აი ეს 92 13 14 15 წელი არაფერი არ გამჭირვები იმდენი იყო იმდენი რაოდენობა ეს ერთ-ერთი რამ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან ამიტომ მე ნინოს უთხარი რომ აი კაცის მომეწონა ბერის მეთქი რომ წერია რომ ნუ განიკითხავ და მე უნდა დავწერო პავლე მოციქულის სიტყვები არაფერი გვაქვს და ყველაფერი გვაქვს რაც შეესაბამება ჩვენ ცხოვრებას აი ეს მინდოდა მომეთხრა კიდე აი ვეღარ ვეტევით და გძნობ რომ უკვე ამოვწურე ის საქმე აქ მამარაფერის საოცარი ხადაგები და ნათლები მინდოდა წამეკითხა ვერ მოვასწარი ამოწერა ამიტომ წვრილად გამჭირდება სხვა დროს იყო ჩვენთან არსებობს გაგვიოცოთ და გაგვიხოთ დიდი ჯვარი მოიტანენ ესე იგი